ამით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. ეხლა რამდენიმე ვიდეო ალბათ ასე უნდა დავიწყო. მინდა რომ კარგად მომისმინოთ, ძალიან ვღელავ, ხდება ძალიან არასასიამოვნო ამბავი. უფრო ეს ინფორმაცია ალბათ იქნება იმათთვის, ვინც არის ჩემი მაყურებელი TikTok-ზე და იქაც აუცილებლად ჩავწერ, რომ მე ვღელავ რაზე, რომ კი ის კლონები შეიქმნა. ეს არის რა თქმა უნდა არასასიამოვნო პირველ რიგში რატომ? იმიტომ რომ მე დავიმსახურე თქვენი სიყვარული. ნამდვილად ვიცი რომ ძალიან ბევრი მენდობით. ანუ ვინც ჩემთან უკვე დიდი ხანია, ეხლა თქვენთვის ეს არ იქნება რამე სასწაული, თქვენ ისედაც მიხვდებით რომ ეს არის ყალბი, ორი ფეიკი აკაუნტი, რომელიც შექმნეს TikTok-ზე. უბრალოდ გთხოვთ ძალიან უმორჩილოთ, გთხოვთ რომ თუ დაუშვოთ თქვენ ოდნავ შეამჩნევთ რომ ეს არის, არა ვარ მე რა, იმიტომ იქ რაღაცა რობოტივით ლაპარაკობს, როგორც მწერენ ვიღაცა, უბრალოდ ჩემი სურათი არის და რაღაცა ხმა ესმის და არ წამოეგოთ, იმიტომ რომ რაღაც სისულელეებს აკეთებენ, თავაზობენ ჩემი სახელით რაღაცა რიტუალებს და ასე შემდეგ, თქვენ იცით რომ მე ამას არ ვაკეთებ, მე არავის არ ვწერ პირადში, თვითონ არავის არაფერს არ ვთავაზობ. თუ თქვენ მომართავთ, იმ შემთხვევაში გპასუხობ და კიდე ჩემი ტელეფონებიც ახლა უკვე მიუთით ეს კაია, რომ დაუშვათ მე მომწერენ და გავცემ პასუხს, მაგრამ თუ მოხდა რაღაცა სასწაული და თქვენ ვიღაცამ არ ვიცი, დაგელაპარაკეთ, დარეკეთ ვიდეო ზარით და უბრალოდ დაინახეთ, რომ მე ცოცხლად გელაპარაკებით, იმიტომ რომ იქ რაღაცა ვიდეო არის იქ და რაღაც უაზრობა. ანუ მაპატიეთ, რომ ეხლა ვიდეოები აი ასე იწყება, მაგრამ ეს თქვენთვის არის პირველ რიგში, რომ გაგაფრთხილოთ, რომ არ წამოეგოთ. ძალიან გთხოვთ რა, გაუფრთხილდეთ, არავის არაფერი არ გაუგზავნეთ. ჯერ დაუშვოთ, თუ ეჭვი გეპარება და მე ლატინური ასოებით გპასუხობთ, თუ არა და დარეკეთ. აი ვიდეოს არ დარეკეთ და ამენახეთ და დაგელაპარაკებით. გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყავით. იმიტომ რომ მე უკვე მოკვდით ნერვიულობით იმაზე, რომ თქვენ არაფერზე არ წამოეგოთ. ვინც არ მიცნობს ახლები, ვინც შედიან, აი იმად არ ვიცი რა ვუყო. ნამდვილად, იმიტომ რომ იქ მათებიან ხალხი, გონიათ რომ მე ვარ და აი ამაზე კიდე უფრო ნერვიულობ, იმიტომ რომ არ ვიცი რა. ძალიან რთული სიტუაცია, ვიბრძვით, თუ ვინმეს გააქვთ თქვენ რამე ხერხი, როგორ შეიძლება ეგეთი რამე გააუქმო, გთხოვთ პირადში მომწერეთ, რომ აი ნებისმიერ დახმარებას სიამოვნებით მივიღებ რა. მადლობა ჩემო სიხარულებო და დღეს მოდით გავარჩიოთ ჩვენ ასეთი სიტუაცია, როგორი ხართ თქვენ თქვენი საზოგადოებისთვის და თქვენი პარტნიორისთვის, იმიტომ რომ ეხლა რატომ მინდა ასეთი ფორმატით გაშლა გავაკეთო, ბევრი რაღაცა იცვლება სამყაროში, ბევრი რაღაცა მოდის ცვლილებები და ჩვენს ვიცვლებით და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ცვლილება მოქმედებს ძალიან ჩვენს პარტნიორზეც, ვისთანაც ვართ, ვისაც ყავთ პარტნიორი და საზოგადოებაზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ახლა საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ცვლილები მოქმედებს და ვნახოთ ახლა ჩვენ დავუსვოთ რამდენიმე კითხვა. ცოტა მე მგონი გამოვა გრძელი გაშლა, ამიტომ მოამზადეთ ყავა, ჩაი, რა ვიცი, ვის რა მოგწონთ, რა გიყვართ და დავიწყოთ ახლა ჩვენ. ვნახოთ ახლა როგორ დავალაგო, რამდენიმე დასტა წამოვიდა ჩემთან დღეს სამუშაოდ ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნები, ხო? და კიდე ერთ წამს კიდე წაგართმევთ, ეხლა ვაპირებ, მატრიცა ძალიან გამოიწვია დიდი ინტერესი და მიხარია, იმიტომ რომ თქვენ თავზე გაინტერესებთ და ვგეგმავ და იქნება მალე ანონსი მარატონზე, სადაც მე თქვენ მოგიყვებით თქვენი დაბადების თარიღი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავიგოთ, ანუ ფულის სფეროში, ნიჭის სფეროში და ურთიერთობის სფეროში აუცილებლად სამდღიანი მარატონი მინდა გავაკეთოთ თქვენთვის, რომ თქვენი ენერგიებით მოგიყვოთ უშუალოდ, აი თქვათ, რას უნდა გაუფრთხილდეთ და რას უნდა მოიმოქმედოთ, თუნდაც თუ ეს იქნება შეეხება ფულს და ასე შემდეგ რა. ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად შემოდით კლუბში, იმიტომ რომ იქ ჩავატარებ აუცილებლად ამ მარათონს. კლუბის ლინკი არის აქ ვიდეოს ქვეშ, ქალთა კლუბის ლინკი.
რომელიც მდებარეობს Telegram-ში. Telegram არხი უნდა გქონდეთ აუცილებლად გადმოწერილი იქ რომ მოხვდეთ. დავიწყოთ. ანუ როგორ ხედავთ თქვენს თავს? მე ვიღებ პლუსშიც და მინუსშიც, იმიტომ რომ ანუ დადებითი თქვენი მხარე, როგორ თქვენ ხედავთ და უარყოფით. ხო, ჩვენ ასე ვართ. როგორ გხედავენ თქვენ ასე საზოგადოებრივადაც, ანუ პლუსშიც, მინუსშიც. ანუ რა არ მოწონთ სიტყვაზე, ხო? так, ეხლა მთავარი აქ ადგილი მეყავს. შემდეგი, როგორ გხედავენ თქვენ მაღალი ძალებს? გითხოთ, მაინც ჩვენ ხო დაბადებულები ვართ, ეს თქვენ როგორ გინდა ღმერთი გინდათ და სამყარო თქვენ რისიც გწამთ, აი ეს აიღეთ. პლუსშიც, მინუსშიც. პარტნიორი, თქვენი პარტნიორი, როგორ გხედავს თქვენი პარტნიორი? პლუსშიც და მინუსშიც. ეხლა შემდეგ მინდა ავიღო ესეთი. მოდით როგორ გავაკეთოთ? აი, ასე გავაკეთებ. ახლა მე ესე კოსაკა. ეს ჩვენი სპილიკუნა აქეთ დავდოთ. так, ვნახოთ ეს თქვენი სიძლიერე. ჩვენ გვჭირდება სიძლიერე, სიუხვე, სიყვარული, ხო? так, ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, აი რაც თქვენ გიშლიდათ. მოდით ასე ვთქვათ, შეიძლება თქვენი თვისებები, თქო, საერთოდ რამე მოვლენები დაუშვოთ, ხო? მოდით კიდე ესეც გითხოთ, რა ანუ მნიშვნელოვანი და ძვირფას და თქვენ ვერ ხედავთ თქვენს თავში და ის არის. აქეთ დავდოთ. შემდეგ რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი? вот, ნახეთ, აი ეს მინდა და გამომიყენები, ნახეთ რატო წამოვიდნენ, ხო ხედავ დასტები. სხვა და სხვა, მაშინ აი ასე გავაკ, რას თქვენ ვერ ხედავს, რა მიდის და რას ვერ ხედავთ თქვენ. აი ასე გავაკეთებ. შემდეგ ნახოთ ახლა რა მიდის და რას ვერ ხედავთ თქვენ. პარტნიორზე ვკითხოთ, რას ფიქრობს ის, როგორი ხარ თქვენ მის თვალში, აი ასე. так, შენს გინდა? მოიყავ. შემდეგი ვკითხოთ ჩვენ, როგორი ურთიერთობა უნდა მას თქვენთან, საერთოდ სამომავლოდ. და ვნახოთ, იცით რა, თქვენ როგორი იქნებით საერთოდ, ანუ უახლოს მომავალში. მე ვიღებ 3 თვეს მაქსიმუმ, ანუ საზოგადოებისთვის, აკა, მისთვის, თქვენი პარტნიორისთვის და თქვენთვის, თქვენი თავისთვის. ну, ავიღოთ კიდე აქ რჩევა მინდა დავდე. всё, მე მგონი არაფერი თავარი არ შემეშალოს, ну, კითხვები მიწერია. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. თქვენ თვითონ ახლა როგორ ხედავთ თქვენს თავს? პლუსში, მინუსში. პლუსში. ну, თქვენ ხედავთ რომ თქვენ ძალიან სტაბილური პიროვნება ხართ, პლუსში კი სტაბილური გოგო ხართ, ადამიანი, მოდით ასე ვთქვათ, რომ ბიჭები სულ მეუბნებიან, რატომ მარტო გოგოებს უკეთებ? ასე ვთქვათ. ანუ თქვენ მართლა ძალიან როგორ ადამიანი, ანუ პლუსები თქვენი რა, სტაბილური ვარ, მოსიყვარულე ვარ, სტუმართ მოყვარე ვარ, და შეიძლება ძალიან გიყვართ თქვენი სახლი, აი სტაბილური არის, საერთოდ როგორ არის, იცით, სტაბილურობა, ანუ ვთქვათ, შინაგანი даже ასე ვეთქვათ, პლუს ერთგული ხართ, ძალიან ერთგული ხართ, გიყვართ მოგზაურობა, ძალიან ეთყობა, ну, ან მოგზაურობა, ან გადაადგილება გიყვართ, მეგობრები ძალიან გიყვართ, ნათესავები ძალიან, ვთქვათ, მნიშვნელოვანია და გიყვართ თქვენ ეს ადამიანები და საერთოდ აი გიყვართ ძალიან ზოგს აი სახლი გიყვართ ძალიან, თქვენი სახლში ჯდომა შეიძლება გიყვარდეთ, გაიგეთ, ანუ ამავე დროს ზეიმიც გიყვართ, აი სადმე თქვათ გართობა, მაგრამ როგორ იცით, აი აქ ვერ ვეთყოდი რომ თქვენ ხართ ისეთი ტიპაჟი, რომელიც აი ჰარალ და ну, თქვენ ასე ფიქრობთ თქვენზე ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნება ტარო. ეს არის როგორც თქვენი სიგნიფიკაცია.
მინუსში ნახეთ, ანუ 2-4-იანი გამოვიდა და ორივე, ანუ ისა რა ვქებ, პლუსიც და მინუსი 4-იანი. ანუ ეს უფრო იმასაც ნიშნავს, რომ აი რაღაც სტაბილურობა არის თქვენში, რაღაც აი ისეთი პიროვნება ხარ, რაღაც აი საყრდენი ხართ ბევრისთვის შეიძლება. იცით რომ აი ისეთი ტიპაჟი ხართ, რომ აი თქვენთან, ну თქვენ თვითონ ყოველ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ თუ ვინმე მოვა თქვენთან რამე რჩევისთვის, თქვენ ყველა ვარიანტში ამ ადამიანს თქვათ იმ რჩევას მისცემთ. თუ დაუშვათ ვინმე რამე გაუჭირდება, თქვენ ყველა ვარიანტში მიხვალთ და დაეხმარებით. თქვენი სახლი ღია არის აი ესეთი ადამიანებისთვის, ვისაც თქვენთვის მნიშვნელოვანი, ვინც თხოვს თქვენ დახმარებას, აი ძალიან ესეთი ადამიანი ხართ რა. გიყვართ და ქალები, მეგობრები, ეს ხო გითხარით უკვე, ხო? აი მინუსში როგორ ახართ იცით, თქვენ თვითონ როგორ ფიქრობთ? ცუდ ხასიათზე დგებით, როცა ფული არ აქვს დაუშვოთ, ხო? ანუ როგორ ნერვიულობთ ხშირად მაგ თემაზე, ეს გაქვთ, აი თქვა თუ არა მაქვს ფინანსები, ძალიან გიჭირთ რა, აი ეგრევე რაღაცა შეიძლება ცოტა დეპრესიული თემები გემართებათ რა. არ მოგწონთ, როცა ეს აი აქ რაღაცნაირად მიწიერი ნიშნები მაქვს მე მგონი, ეხლა ესეთი ადამიანია რა. ან ხართ ეგეთ ენერგიებში, მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში თუ დაუშვათ რამის სტაბილურობა არ არის, აი არასტაბილურობა თქვენ ძალიან აი რაღაც არ მოგწონს, და რო კონცენტრირებას ვერ აკეთებთ ეთყობა და ну აი ეს მომენტები არ მოგწონთ. მოდით გადავეთანხმოთ როგორ გხედავთ თქვენ საზოგადოება. პლუსები ის არის, რომ თქვენ ხართ ძალიან როგორი ადამიანი, იცით? ანუ ბავშვური ენერგია რას ნიშნავს ახლა? ბავშვით ხართ შეიძლება თქვენ ძალიან ენერგიული ხართ, ძალიან კომუნიკაცია გიყვართ, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ყველაფერი ახალი გაინტერესებთ. აი სულ რაღაცას იგონებს, სულ სადღაც გიდა, სულ სადღაც მიდიხართ, აი ძალიან ესეთი ადამიანი ხართ, ну ჭკვიანი სხვა, სულ რაღაცა გაინტერესებთ. მაგრამ შეიძლება აი აქ რას ვთქვათ მინუსში, თუ დაუშვათ აი ხა მაინტერესებს ეს რა მინუსში, ახლა გეტყვით რატო. მინუსში აქ რა არის, მითხარით? აი ზუსტად ეს ვიფიქრე. აი ეს არ მოსწონს, ესეთ რა რომ თქვენ ძალიან, ანუ თქვენში არის რაღაცა ცოდნა, რომელსაც თქვენ ბოლომდე არ აძლევთ. даже მე რატო ვიტყოდი, რომ ეს საზოგადოება, აი ნახოთ ახლა მაღალი ძალები რას გვეტყვიან რა. იმიტომ რომ აქ რა არ მოსწონთ, აი ეს არ მოსწონთ, სხვადასხვა ვიღაცას თქვენ გაყავთ ვიღაცა არ მიყვარს ეგეთი რამე, მაგრამ ნუ უნდა ვთქვა. შურიანი ადამიანები შეიძლება იყოს თქვენს გვერდით, იმიტომ რომ არ მოსწონთ რა, რომ თქვენ ხართ დაუშვათ პოპულარული. თქვენ დაუშვათ თუ ხართ ესეთი ადამიანი, რომელიც თქვათ აი ეს ხშირად ხდება, როცა ადამიანი თქვათ რამეს აღწევს, როცა დაუშვათ ადამიანი გადის საზოგადოებაში, როცა ადამიანი ну ბლოგერი, მსახიობი, აი ეგეთ რაღაცები, ну ისედაც საერთოდ ხო იცით, რომ დაუშვათ ბოდიშით უბანშიც რო ხარ განსხვავებული, ხო? ეგეთ შეიძლება არ მოსწონს, ბევრი იცის და ან იპრანჭება, ან იზიდავს, თქვათ, ბევრ ყურადღებას. ეს შეიძლება არ მოსწონდეს ვიღაცებს. პლუს კიდე შემიძლია გითხრათ, რომ ისაც არ მოსწონს, რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ აი ვინც თქვათ ხარ სპეციალისტები დაუშვოთ, ხო? რომ თქვენ არ გასცემთ იმ ცოდნას, რა ცოდნაც გაქვთ თქვენ, უფრო ფართოდ. ისე საინტერესოა ძალიან, იმიტომ რომ ხო გეუბნებით მაღალი ძალებზე რო იყოს ეს, მაშინ უფრო ვეტყოდი, რომ კიდე უნდა გასცეთ, მაგრამ ნუ პრინციპში საზოგადოებაში შეიძლება არის რა არ მოსწონს, რომ თქვენ ახლა თქვენი ეს რა არის, ახლა გეტყვით, ნახეთ, თუ დაუშვოთ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს
და დაუშვათ თქვენ ცოდნას, აი თქვათ, აქციებს არ აკეთებთ, უფასოდ არ უკეთებთ. შეიძლება თქვათ, ეხლა რამე კონსულტაციებს, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანებს არ ესმით ის, რომ თქვენ ხარ სპეციალისტი, რომელმაც იმისათვის, რომ თქვენ აი დაუშვათ რამე ცოდნა გქონდა და თქვენ ამისთვის დრო გაქვს უმცირე და ხარჯული რომ გესწავლათ, პლუს კიდე ფული ჩადებული, დრო ჩადებული იმაში, რომ თქვენ რაღაცა გესწავლათ და გაგეცათ ეს ცოდნა. და ამიტომ რატომღაც გონიათ, რომ ვინც თქვათ არის აი ასეთი ადამიანი, ვინც აი თქვათ დამხმარე პროფესიების, უნდა გასცეს ყველაფერი თქვათ უფასოდ, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი სიტყვა პროფესიის, ანუ ეს ადამიანი, ამ ადამიანმა ისწავლა ეს დაუშვათ, აი даже ექიმებზეც კი არის. მართლა ის ხო არ გონიათ, რომ თქვათ ახლა ასტროლოგი ხართ, ტაროლოგი ხართ თუ ფსიქოლოგი ხართ. არა, ექიმებზე ზოგი ფიქრობს, რომ უნდა უფასოდ მემსახუროს, ხო? მაგრამ ეს იმას ისა ვიწყდებათ, რომ ადამიანმა ეს აირჩია როგორც პროფესია. ანუ პროფესია იგულისხმობს რას, რომ მე უნდა ვიმუშაო ამ დარგით. რომ ვიმუშაო, ანუ ესე იგი აქ კი მე თქვენთვის ვარ, მე თქვენთვის ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ ეს არის ჩემი სამსახური. ჩვენ როცა მაღაზიაში მივდივარ და გვშია და გვინდა საჭმელი ვიყიდოთ, ჩვენ არ დავიწყებთ იმას, ხო, რომ აი აქ თქვენ ვალდებულები ხართ, მომცეთ უფასოდ, იმიტომ რომ მე მშია, ხო? ჩვენ რაღაცას ვაკეთებ ჩვენს პროფესიაში, იმისათვის, რომ გქონდეს ჩვენ ფინანსები, იმისთვის, რომ მივიდეთ. ეხლა ძალიან ბანალურს გეუბნებით, საჭმელი ვიყიდოთ, ჩავეცვათ და თქვათ რაღაცა კიდე სიამოვნება გქონდა. იგივე არის ესეთი პროფესიები დამხმარეც ადამიანებმა აირჩიეს ეს და სწავლობდნენ მაგაზე და ეხლა მუშაობენ. ამიტომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ და ყველა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეხლა უფასოდ ეხლა ვინ ეს ადამიანის პროფესია. ამიტომ საზოგადოებაში შეიძლება თუ თქვენ ამას არ აკეთებთ, დაუშვათ ეს არ მოსწონთ, ხო? მაგრამ აქ იცით როგორი თემა არის, რატომღაც აი არ მიყვარს კიდევაც გითხარით მე ესეთი მომენტები, მაგრამ შურიანობაც შეიძლება იყოს რა, ვიღაცას რაღაცა თქვენი გშურთ. მე ამ თემებზე იცით თქვენ რომ არ მიყვარს, პოზიტიური უფრო მომწონს, რაც არის ახლა გეუბნებით რა, არ მოწონს რომ ანათებ, ჩანხართ. გაიგეთ, აი ახლა თუნდაც ეს ჩემი სიტუაცია რო ავიღოთ, როგორც მაგალითი, ხო, ვიღაცას არ მოსწონს, რომ დაუშვათ მე ვჩანვარ, ხო? უნდა რომ რაღაცა გააფუჭოს, სახელი დაუშვათ, რომ გააფუჭეთ და გაგიფუჭენ რა. აი ეს გაითვალისწინეთ, ხო? ვაიმე კიდე ვიღაცასთან რა მომივიდა, იცით, კიდე ინფორმაცია. ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენ არ ვიცი, ეს იქნება თითოეულისთვის რა. აი დაუშვათ იყავით ეკლესიური, ხო? აი ძალიან დადიოდით ეკლესიაში, ხო? და უცბად გამოходეთ, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა შეიცვალა რაღაცა თქვენში. გაიგეთ, შეხედულება შეიცვალა რაღაცებზე, თქვათ. არ ჩაუღრმავდები ყველას თავისი, ეს ვინც მიიღებს ამისიც მიხდება. და აი ეს შეიძლება არ მოეწონათ, გაიგეთ, იმიტომ რომ თქვენ აი თითქოს ეგ რაღაცა მიდგომა რომ შეცვალეთ, თორეს ეხლა მე მაგალითად ძალიან წამს ღმერთის, რა თქმა უნდა, ჯვარიცაც ვატარებ, მაგრამ აი ესეთი ეკლესიური არა ვარ, დაუშვათ რომ თქვათ ეხლა როგორც არიან ზოგი, ხო, პატივსცემა მაგ ადამიანს, ეხლა ჩემი მეგობრებიც მაგალითად ძალიან ესეთი იცავენ ყველაფერს, მაგრამ გულში მე მყავს ჩემი ღმერთი და ლოცვას ყოველდღე ვკითხულობ და პრინციპში ჩემი ყველა აბსოლუტურად გინდათ ახლა ტექნიკები, კურსები, ყველაფერი აგებული არის ლოცვებზე. აი როგორც მედიტაცია და ლოცვა. ანუ ეს არის როგორც აი დაუშვათ აი მერფის მაგალითად ლოცვები ძალიან მიყვარს. ხო. მაგრამ აი აქ შეიძლება იყო ადამიანი ემსახურებოდა, მაგრამ რატომღაც აი რაღაც წამოვიდა და აი შეიცვალა, თვითონ შეიცვალა და შეიძლება ვიღაცას აი ეს მიდგომა არ მოსწონს, მაგრამ ეს ჭორები. აი თქვენ დაიმახსოვრეთ, რომ ეგეთი რაღაცა. კარგით. ეს ვიღაცისთვის იყო, უნდა მეთქვა, რაც ხა ჩვენ სივრცეში მუშაობს, ვინც ვიღაცა
რა ინფორმაციაც მოდის, იმას გეუბნებით. შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს, როგორ გხედავს თქვენ თქვენი პარტნიორი? პარტნიორი თუ არა, მაღალი ძალე პარტნიორი აგერ არის. მოიცა პარტნიორი вообще აგერ არის. ხო? და ვერ გავიგე. ეჭი წამით, ამერია. არამერია. აგერ არის, მე მგონი მაგის პოზიციები რა. თაკერთი წუთით მოიცადეთ. მე მინდა რომ არაფერი არ ამერიოს ახლა მე. მაღალი ძალები. პარტნიორი აგერ ამყავს მე. ეს მაღალი ძალები როგორ გხედავენ თქვენ? კი, პლუსი მინუსი. აი ზუსტად ეს არის. ნახეთ, მაღალი ძალები ხედავენ. აი აქ ტყილა რო გავიჭედესავით რა, რო გითხარით. ნახეთ, რომ ყურუმი იყო და გამიკვირდა, იცით რომ მეთქე ყურუმი თუ დაუშვა ყურუმი არის ახალი ცოდნა, ხო? ანუ ადამიანი როცა რაღაცა საკრალური დევს და ანუ აქ უეჭველი გეუბნეთ მე კიდევაც აი აქ ყურუმზე იმიტომ რომ აქაც არის ვარსკვლავი მაღალი არკანები გამოვიდა იეროფანტე ეს არის უკვე მაღალი ძალები მართლა ჩაერთენ აქაც ორი მაღალი არკანი ანუ ნახეთ გეუბნებით თქვენ დაუშვათ თუ დაიწყეთ გეუბნებით აი ეზოტერიკაში წავходით ხო სიტყვაზე აი ვიღაცები გიყურებენ როგორ იცით იმიტომ რომ ნახეთ როცა შენ პირად დანიშნულებას იპოვი აქ არა აქვს მნიშვნელობა თქვა პირად დანიშნულება ყურუმი ახალი რაც მე დაუშვოთ ჩემზე რაღაცა გავიგე ახალი და დავიწყე აი ეს გზა რა თქმა უნდა მე ისწრენ ჩემ მოსწავლეებმა აი ეს არკანი არის მე-18 არკანი არის მთვარე იქ არის ძალიან კარგად ნაჩვენები ეგ სიტუაცია როცა ადამიანს უნდა დაუშვოთ გამოსვლა იმ თავისი საზოგადოებიდან, სადაც იყო და არის უცხოს რო უძახიან კიდე რა. და ეს ადამიანი გამოდის იმ საზოგადოებიდან და მიდის წინ. რაღაცა სწავლობს დაუშვათ თავის თავზე, აინტერესებს უფრო მეტი ვიდრე, აი თქვა ხო არიან მეგობრები დაუშვათ, ხო? იმ მეგობრებს შორის დაუშვათ თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, რომელსაც გაინტერესებს თქვენს თავზე. და თქვენ დაუშვათ იწყებთ რაღაცა იძიებთ რამე ინფორმაციას იმისათვის რომ თქვენს თავზე უფრო მეტი გაიგოთ. ეს შეიძლება იყოს კიდაც ტარო, კიდაც მატრიცა, რუკას აკეთებთ, ფსიქოლოგიას კითხულობთ, წიგნებს კითხულობთ რაღაცას, ხო? გაინტერესებს. იმათ არ აინტერესებთ. ისინი ცხოვრობენ, როგორც ცხოვრობენ. არაფრისა არ ჯერა, არაფრისა არ სწამთ, არიან თავის ცხოვრებაში, როგორც ცხოვრობენ. ნუ მიდის ასე მისი მაგათი ცხოვრება და მიდის. მაგრამ თქვენ ამ განვითარებით უკვე წინ ხართ. გაიგეთ რა თქმა უნდა და იქ ზუსტად აი ეს რო არის კიბურჩხალა ხო ხან წინ ხან უკან აი ჩემი მოსწავლეებიც ახლა რომ მოდიან ზოგჯერ არის ესეთი მომენტი რომ თან აინტერესებს მაგრამ ჯერ თავში აი ახლები როცა არიან მაინც დამოკიდებულები არიან საზოგადოებაზე მე რა სიტყვიან მშობლები რა სიტყვიან ჩემი და ქალები რა სიტყვიან ისინი რა სიტყვიან ესენი და ზოგჯერ უკან ეხევენ გაიგეთ მაგრამ მე რომ მივხვდებიან რომ მართლა საინტერესოა მართლა არაფერი საშიში აქ არ არის მართლა ჩვენ აქ მაგიას არ თამაშობთ ისეც რომ აი ვანგობანას და რამეს ჩვენ უბრალოდ სხვანაირი მიდგომა გვაქვს ეგრევე მე უკვე წინ მიდიან გაიგეთ მაგრამ ისევ წინ ხართ გაიგეთ რა ხდება ისევ წინ თქვენ პროფესიაში დაუშვათ ხო ექიმი ხართ სიტყვაზე და ეხლა გინდათ კვალიფიკაცია აამაყოთ თქვა ეხლა კიდე სადღაც მიდიხართ კიდე რაღაცა კურსებს სწავლობთ ხო ნუ აი ეგეთი რაღაცა ამით თქვენ ეხლა რომ მიდიხართ წინ თქვენ ამით ბედნიერდებით, გაიგეთ, კარგად ხდებით, კაი ხასიათზე დგებით, ხო? ანუ გიხარეთ გათენება, რომ აი რაღაცა, იმიტომ რომ თქვენ რო ნახეთ, აი დაუშვათ ეხა ექიმი. ყველაზე მაგარი რა არის, იცი, როცა მოდიან თქვენთან, აი დიზაინერი იყავით, არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რომელიც თავის გზაზე მიდის, ხო? იცის. და წარმოიდგინეთ, რომ აი ჩვენთან გოგოები რომ მოდიან ეხლა ის უფასო მიმოხილვასაც რო ვაკეთებ რომ აი რაღაცა თითქოს ჯერ თავიდან შიშით მეკითხებიან რომ აი ნამდვილად მე ჩემს გზაზე ვდგავარ აი ეს მაინტერესებს და მითხარით ხო სწორედ გზაზე ვდგავარ და იმედით მიყურებენ და აი ეს არის როგორი მომენტი იცი
მე ვიპოვე რაღაცა, მაგრამ მინდა რომ აი მითხრათ რომ ნამდვილად ჩემი ეს ინტუიცია კარნახობს შენ, ხო? იმიტომ რომ ეს არის ინტუიცია საერთოდ ყურვები, ხო? მაგრამ მაინც არ ვიცი სწორედ ვიქცევი თუ არა და მატრიცაში ზუსტად ეს არის, რომ კი, აი ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ზოგჯერ ვაფშე მე ხო არ ვიცი ადამიანი თქვა დაუშვოთ, ზოგჯერ არც ვეკითხები, რითი ხარ დაკავებული და უწყინდება თვალები, რომ ღმერთო რა კარგია, მადლობა რომ მე აი ნამდვილად მივდივარ ჩემს გზაზე. გაიგეთ რა ხდება? და აი ეს არის, მაგრამ ის ადამიანები, ვინც არ ვითარდებიან, ვინც 100 წელი ასეთ ვიდეოს არ უყურებს, ხო? ისინი აი აქ არის აი ეს მომენტი ზუსტად რა, როცა ანუ შენ ხარ სხვანაირი. მოდი არ მომწონს, ძალიან რაღაცა ისახა, რაღაცა აი ეს რა თქმა უნდა, როცა ადამიანი თვითონ არის ნეგატიურად განწყობილი, ხო? იმას არაფერი არ უხარია ცხოვრებაში, იმას ეზარება თუნდაც გაიგოს რამე თავის თავზე, ხო? ის იქნება უარყოფითად განწყობილი. და მე უკვე შური აქედან მოდის მე მეზარება არ მინდა არაფერს არ მწამს არც ღმერთის არც ეზოტერიკის არაფერისა და ყველა სისულელეებს აკეთებ იცხოვრე როგორც ცხოვრობ всё მორჩა ან რო იტყვი ნუ რა ვქნა ბედია კი ბედია მაგრამ შენ გაქვს იმის საშუალება რომ შეცვალო ეს შენი ბედი ვოთ და აი ეს მინდოდა ამიხსნა რატომ ასე გამამახვილე ყურადღება იმიტომ რომ თქვენ აქ მაღალი ძალები ხედავენ თქვენში ვარსკვლავს გაიგეთ რა ხდება თქვენ ხართ ადამიანი აქ მზე არის ნახეთ ვარსკვლავი ადამიანი რომელიც უნდა ანათებდეს ან უნდა ეს არის ადამიანი რომელიც საჭიროა გაიგეთ თქვენ საჭირო ხართ ჩვენ ყველა ვართ რაღაც მომენტებში საჭირო ის უარყოფითი ადამიანების თუნდაც ანუ უარყოფითი ეს ცუდი რაღაცა ვთქვი მაბატიეთ არ არის ეს უყოლა კარგია უბრალოდ ახლა იმათ ჯერ არ ესმით ხო ვინც თუნდაც ვისაც თქვენი შურს, ვინც გეუბნება, რომ თქვათ რა გინდა და ასე შემდეგ, ეს უფრო თქვენ კიდე გაძლევს საშუალებას, რომ კი ცოტა შეიძლება ზოგჯერ მერყეობთ რაც გითხარით, მაგრამ ეს იმისი საშუალება, რომ თქვენ მაინც გამარჯვებული ხართ, გაიგეთ? იმიტომ რომ მაღალი ძალები არიან თქვენსკენ, ხედავენ თქვენში ვარსკვლავს, მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც თავისი საქმიანობით ეხმარება სხვებს. გაიგეთ? არა აქვს მნიშვნელობა რითი. და არ მოსწონს ის, რომ თქვენ არ იყენებთ ამ თქვენ ცოდნას. არ იყენებთ თქვენ ცოდნას, არ გასცემთ ამ თქვენ ცოდნას. აი ეს არ მოსწონს. იმიტომ რომ შენ უნდა ანათებდე. აი მე ადრეც გითხარით და ეხლაც გეტყვით. ეხლა მე მაგალითად YouTube-ზე ხო რამეს უყურებ. ყოველთვის ამოდის ახლა არ ვიცი შეიძლება ახლა მე ვაქცევ ყურადღებას რომ ამაზე რომ ლაპარაკობ მოკლე ვიდეოები სადაც აი გოგოები თავაზო მე ხარ რუსულად რო უყურებ და არ ვიცი ქართულად რამდენად არის ვერ გეტყვით მაგრამ აი პატარა ვიდეოები გამოდის რომ გოგოები თავაზობენ რომ ანუ მოდით თუ გინდა თქვენ დაუშვოთ თქვენი ჰობი გახადოთ პროფესია აი ჩემთან თქვათ მოდ მე გასწავლე ზოგი სათამაშოებს აკეთებს კერავენ ძალიან ლამაზ ზოგი ნამცხრებს რა უცხო ნამცხრები იცი აი რაღაც სასწაულია რა ანუ უბრალოდ გოგო ხსნის როგორ უნდა გააკეთო მინი კურსი აქვს და ახლა ზოგი ახლა დაუშვოთ არ უნდა რომ იყიდოს თქვა და ადგება მაგის კურსს თქვა წაიკითხა და გააკვირვებს თავის თქვა ოჯახს სიტყვაზე თავისი აი მე გავაკეთე ხო ანუ არის ესეთი მომენტები სადაც შეიძლება თქვენ დაუშვოთ ეს ცოდნა გასცეთ თქვენი მინდა რომ გაიგოთ რომ თქვენ ყველა საჭირო ხართ არის თქვენში ყველაში რაღაცა დევს ისეთი რაც არის სხვებისთვის საჭირო რა დამიჯერეთ რა შეიძლება ზოგმა იცის დალაგება იცის იმ დონეზე მაგრად რომ აი გებიცებით ახლა აი ისე რომ აი იცის სად რომელი კუთხიდან რა უნდა დავიწყო რა ხსნარები გამოვიყენო რა უფრო მალე როგორ გავაკეთო და ხარისხიანად სიტყვაზე ხო ესეც რამხელა რამეა იცი თქვენ აი დაუშვა ხარი გოგო გათხოვდა და აზე არ არის და ნახოთ თქვენი ვიდეო სადაც თქვენ ამას ხსნით და რამხელა შველა აი ყველაფერზე დამერწმუნეთ რა აი ეს არის რომ თქვენ ცოდნას არ აძლევთ გაიგეთ დამალული გაქვს ეს ცოდნა მე მადლობელი ვიქნები თქვენ თუ ამ ვიდეოს გაზიარებთ ან ლაიკებს დაწერთ ნუ მე ყოველთვის ველოდები თქვენ კომენტარებს იმიტომ რომ მე მგონი რაღაც ძალიან გავჭედეთ ჩვენ შორს წავედით რა ვიცი რაღაც ეგეთი თემა
ნახოთ ახლა ჩვენ, ესე იგი პარტნიორი საბრატო წავიდა ეგეთი. ნაშენ პარტნიორი აქ იქნება ვითომ? არა, პარტნიორიც ალბათ აქ არის. იმიტომ რომ ის არის, რა ქვია, ხო? რა მიდის თქვენი ცხოვრებაში, რაც всё. გოგოებო, ну, ნახეთ, პირველ რიგში პარტნიორისთვის თქვენ ხართ მისი ჯილდო. უეჭველი, თუ ვისაც ყავთ პარტნიორი, მისი ჯილდო ხართ. ანუ ეს არის, ძალიან, იმიტომ რომ აქ არის ფარტუნა, მისი ბედი. ჯილდო, ანუ ტუზი, პენტაკლების და ფარტუნა ერთი და იგივე ენერგია. ნახეთ როგორ წამოვიდა. მისი ბედი ხართ. ადამიანი, ანუ თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც მას ცვლის, მისი მედი ხართ, ანუ ადამიანი, რომელსაც აი უნავთ უშუქებს ამას გზას, ადამიანი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, უძლიერესი მისთვის, მაგრამ არ მოსწონს, როცა თქვენ ეთყობა ძალადობას იყენებთ. იმიტომ რომ ძალადობას რას? ანუ ეს არ მოსწონს, ესეთ კაცს ახლა კი, ქალი უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ აი ძლიერი დედა, ხო, დაუშვათ ხა იმისთვის, რომ თქვა თუ ღმერთმა არაქნას რაღაცა მოხდება, უცბად თქვა მობილიზება გქონდეს, ხო? ქალი უნდა იყოს ძლიერი, თქვა სამსახურში, ხო, დაუშვათ თავისი საქმეში და პროფესიონალი, ხო? ну, ასე თუ შემდეგ. მაგრამ კაცთან სიძლიერე არ უნდა აჩვენოს თქვენ. არა, კაც ახლა ნამდვილად ეს არის არ მომწონს, ხო? არ მომწონს, რომ შეიძლება თქვენ იჩენთ ამ მეობას რა, ანუ მე თვითონ გავაკეთებ, მე თვითონ შევძლებ, მე თვითონ. გაიგეთ? ანუ მithumetes თუ თქვენ დაუშვათ ახლა ძალადობას იყენებთ და მე მყავს ესეთი გოგოები, ვიცი, ვისაც მიხვდება ეს ვიზას მაკლაპარაკე. ხო, არ შეიძლება. ეს ძალადობა არ შეიძლება დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ცოტა უნდა იყოთ, ქალურობა მეტი გამოაჩინეთ. გაიგეთ, რომ პარტნიორთან გარეთ როგორიც გინდა იყა. პარტნიორს გვაქვს ლაპარაკი ჩვენ, ხო? პარტნიორისთვის თქვენ ლომი კი არ უნდა იყოთ, პისო და არა ლომი. всё. ეხლა ვნახოთ ჩვენ შემდეგი. ანუ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რაც თქვენ გიშლით ხელს. რა უნდა წავიდეს, ხო? რა მიდის და აი ზუსტად თქვენი სტაგნაცია, როცა ისეთ როგორ რა მიდის, რა მოდის, რა მიდის. კაი არკანი გამოვიდა. რა მიდის ახლა ისეთ რამ. შეიძლება ის მომენტი, როცა თქვენ ფიქრობთ, არ ვიცი სად წავიდე, არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი რა გზა ავირჩიო. აი აქ, იცით რა, შეიძლება ეს საზოგადოებაზე რო თქვით, რომ თქვენზე მოქმედებს, შეიძლება ზოგი ხართ აყოლილი, მართლა ხართ აყოლილი აი სხვის აზრებზე და ამიტომ ხართ მასეთ მდგომარეობაში, რომ აქ მერყეობა არის. აი ეს უარყოფითი შეიძლება თქვათ ეს ენერგიები, ხო? ცოტა თქვენზე მაინც მოქმედებს რა და შეიძლება ზოგი ფიქრობს, აი სჭირდები არ ჭირდება, მაგრამ მე აქ ახლა ლექსია წაგიკითხეთ, რომ ახლა არ ვიცი და ახლა აქ ამბობენ, რომ წავა ეს თქვენი ცხოვრებიდან, აი ეს მომენტი, რომ არ ვიცი რა გავაკეთო, ვარ თუ არა საჭირო. გოგოებო და ბიჭებო, ერთი რამე დაიმახსოვროთ, ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ, რომ უკვე ეს კითხვა არ უნდა გვებადებოდეს რა. ანუ მე ვინ ვარ, მე რისთვის ვარ აქ, რა უნდა გავაკეთო, სად უნდა განვითარდე, რა არის ჩემთვის კარგი. ეს კითხვები უკვე აღარ უნდა გქონდეთ. ეს ჩვენ მშობლებს, ბებიებს, ბაბოებს კი გქონდათ, იმიტომ რომ არ იყო ამდენი ინფორმაცია. ეხლა იმდენი არის ინფორმაცია, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე, ჩვენს უცნაურობაზე, არაუცნაურობაზე, იმაზე რატო ხდება, რატო არ ხდება, ყველაფერი ძალიან ადვილად შეგვიძლია გავიგოთ. უბრალოდ ეს არის ჩვენი სურვილი. მე თუ მინდა, აი ნებისმიერ ადამიანს, მე ხა ამ წუთში ჩემზეც იყოს და თქვენზე, საერთოდ ადამიანზე მაკლაპარაკეთ, თუ უნდა აბსოლუტურად ყველაფერს გადალახავს, იმიტომ რომ დამიჯერეთ, ჯერ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის ყველაზე მაგარი кейსი მე ვარ ჩემი თავის, იმიტომ რომ მე ჩემი თავი თვითონ შევქმენი, ხო? და უამრავი ადამიანი გაიარეს ჩემ ხელში და ვიცი,
ყველანაირი შესაძლებლობების ადამიანებთან მაქვს მე კონტაქტი და ამიტომ ვიცი. ვისაც უნდა ის პოვლობს იმას, რომ რა დღეს რა გავაკეთო. დღეს ეს არის იმდენად მიუღებელი რამე, რო თქვა, რომ ნუ რა ვქნა, მე არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო, აბა ვინ მოდით, მადრეცა გავარჩიოთ და всё, ყველაფერი დაგილაგდებათ. არა, რუკა, რა ვიცი, მილიონენაირი საშუალება, გამოიყენეთ რამე. თქვენთვის სასარგებლოდ. ეხლა ნახეთ, რა მნიშვნელოვანი და ძვირფასი თქვენში ვერ ხედავთ. აი ზუსტად იმას ვერ ხედავთ პირველ რიგში, რომ თქვენ რამდენად კარგი ხართ, რამდენად საჭირო ხართ, რამდენად მგრძნობიარე ხართ, რამდენად ქალური ხართ, რამდენად მოსიყვარული ხართ, ეს გოგოებისთვის. ბიჭებისთვის ეხლა რა თქმა უნდა ეს არის ის, რომ თქვენ ვერ ხედავთ რა თბილი და რა კარგი გული გაქვთ. თქვენ თვითონ მარტივ რომ საერთოდ თასების დედოფალი ეს არის სიყვარულის დედოფალი. ხო ხდებით და რა კარგი სპეციალისტი ხართ კიდე. თქვენი ეს რა თქმა უნდა კარგი ფსიქოლოგები არიან, კარგი ეზოტერიკოსებიც არიან და ეზოტერიკაში რატომ ხართ მე რო ლაპარაკობ, ასე მგონი რომ ყველას გონია რომ ეს ეზოტერიკა ის იგი რაღაცა მაგია. არა, მაგია კი არა. ეზოტერიკა არის ისეთი რამე, რაც ეხლა თქვათ, ნახეთ, ფსიქოლოგია იყო, კაი ხანი, სხვათა კარგი ფსიქოლოგიც ხართ. და ვერ ხედავთ მაგას. ფსიქოლოგიაც ხო ძალიან ახალგაზრდა მეცნიერება, იმიტომ რომ დახურული იყო და არაძლევს როგორც ახლა ეზოტერიკაზე უვიდა რაღაც. ეს არის უბრალოდ ისეთი მოვლენები, რომელსაც ადამიანი თქვათ ვერ ამტკიცებს მეცნიერულად. ამიტომ არის რომ თქვათ, ვითომ რაც არ გვესმის, ის როგორც თქვათ არ ვაღიარებ, ხო? ამ დროს არსებობს და არის, მაგრამ ეს აქ ცოტა გავრცელებული არის საქართველოში ეს რომ ეს იგი მაგიები და ესეთი რაღაცა. ეზოტერიკა ესეთი რაღაც, ესეთი ნაზი და საინტერესო საერთოდ თემა, რომ შეგვიძლია უფრო თბილად და ნორმალურად ვიცხოვროთ. მაგ სფეროებში, როცა ვერ გვავეთ რა. რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი და თქვენ მისი თვალით? ნუ აქ ვთქვით, მაგრამ მაინც რას ფიქრობზე ავიღებ? აი, ნახეთ რა ხდება. აი თქვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ თქვენ საინტერესო ქალი ხართ, თქვენ ხართ გასახსნელი. აი ეს არის ძალიან მაგარი პოზიცია. აი ძალიან მაგარი პოზიცია. ხო გეტყვით. ნახეთ, ურუმი და არის ისე რა ქვია, ექვსიანი იმისი. ნუ короче, არა აქვს მნიშვნელობა, ჩემ მოსწავლებისთვის ვამბობ გვერდხების. გაუხსნილი წიგნი ხართ. აიგეთ, ნახეთ, აქ даже რაინდივით, აქ არის ეს რაინდი არ არის, მაგრამ ადამიანი, რომელიც ზის იმას, ნუ ახლა პრინციპში ექვსიანში, ახლა ყველგან თითქმის ყველა დასტაში ამაში არ არის და ისი ყველა დასტაში არის, რომ იქ არის გამარჯვებული ზის ცხენზე, მხედარი და აი ესეც არის. ნახეთ, და ურუმი. თქვენ ვინა ხართ? თქვენ ხართ ამოუკითხავი წიგნი, ამოუცნობი. როცა ქალი არის ესეთ ენერგიებში, როცა კაცისთვის არის ამოუცნობი, ეს არის ძალიან მაგარი. იმიტომ, რომელიც გინდა და გინდა რომ იკითხო, გინდა და გინდა რომ თქვათ ახლა გაიგო მაგაზე, იმიტომ რომ თუ თქვენ ხართ კაცისთვის უკვე ნაცნობი წიგნი, წაკითხული წიგნი, აი აქ დამიჯეროთ უკვე მაშინ ინტერესი ეკარგება მამაკაც ქალზე. აი ეს არის მაგარი პოზიცია რა. ისეთი ხართ თქვენ, რომ რომ ძალიან ძალიან ნუ ყურუმი კი, ჭკვიანი კი, ოკეი, ჭკვიანია რა თქმა უნდა, პლუს კიდე არის იდუმალებით სავსე, საინტერესო, მიზიდავს. ძალიან აი უცხო, ისეთი ენერგია აქვს, მაგარი ინტუიცია არის. ქალი, რომელიც არასოდეს არ ნებდება, იმიტომ რომ ახლა ეს ქალი, რომელიც აი სულ წინ მიდის, სულ საინტერესოა მასთან საუბარი, საინტერესოა მასთან შეხება. იზიდავთ, გაიგეთ, სულ ადამიან ამაგაში იწვევ თქვენ ისეთ ენერგიას, რომ მე მინდა შენი დაუფლება, მე მინდა შენთვის რამე გავაკეთო, ეს ძალიან მაგარი ენერგია. აი, თუ თქვენი თავი იცანეთ, იცოდეთ, რომ ეს არის ქალისთვის ყველაზე მაგარი და გემრიელი ენერგია, როცა სულ საინტერესო ხარ კაცისთვის, სულ უცხო ხარ, სულ უნდა რომ რაღაცა კიდე აი იზიდავ, გაიგეთ, იმიტომ რომ მარტო სექსუალური ენერგია, აი სექსი ენერგია არა, სექსი არის თავიდან რაღაცა ურთიერთობა, ხო? მაგრამ აი რო თქვათ, აი ვნება, ხო?
აი ის შენ რო სულ საინტერესო ხარ, შენ სულ რაღაცა უცხო ხარ, უცნაური ხარ. გაიგე? აი ეს არის ყველაზე უგემრიელი ენერგია. მაგარი რამეა, ხო? და ნახოთ ახლა ჩვენ ურთიერთობა როგორი უნდა თქვენთან, ხო? მაგას ხო, ურთიერთობა როგორი უნდა თქვენთან, ძალიან მაგარი ურთიერთობა ახლა ნამდვილად უნდა თქვენთვის ყველაფერი უნდა ამ ადამიანს. აი აქ ეგეთია, იმიტომ რომ ასეთ ქალზე ახლა მე არც გამიკვირდება. გაიგეთ? ასეთ ქალზე მე არ გამიკვირდება, რომ კაცს ნამდვილად ეგეთი სურვილები უჩნდება, იმიტომ რომ აი სულ მინდა მისთვის რამე გავაკეთო, სულ მინდა რომ აი ერთად ვიყოთ, ხო? აი ნახეთ აქ ნახეთ რა მაგარი ვაჟკაცი ბიჭი არის და რამხელა ურზნის ეს აქ რა ქვია მაგას თოთი, ხო? და აქაც სავსე არის კალატია იმის ურზნის, ანუ სიმდიდრე, ყველაფერი მინდა შენთვის რა, ანუ რა მაგარი. Так, და ვნახოთ ახლა თქვენ როგორი გახდებით, ანუ უახლოს მომავალში. საზოგადოებისთვის გოგოები იხსნებიან, მაგარი იქნებით, საჭირო იქნებით, ნამდვილად საჭირო იქნებით. ანუ თქვენი ენერგია, თქვენი სიყვარული, თქვენი სითბო, თქვენი ცოდნა, ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის საერთოდ ხერიანი, ეს არის განდეგილის ენერგია, ეს როცა მე ვარ მაგმის ჩემი ცოდნა, რაზეც ჩვენ ახლა ლაპარაკობდით, თქვენ ესე იგი არ გააბრაზებთ მაღალ ძალებს და რაღაცას დაიწყებთ. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან სასიამოვნო, ანუ იცით როგორ არის, როცა შენ თვითონ მეცხრიანად და ასების ეს არის, როცა მე თვითონ ვარ შევსებული სიყვარულით, პოზიტივით და ამიტომ მე უკვე მაგ ის რაც შემიძლია გავცე, იმიტომ რომ ჩვენ იმას ვაძლევთ სხვებს, რაც ჩვენ გვაქვს, რაც ჩვენ არა გვაქვს, ჩვენ ვერავის არაფერს ვერ მივცემთ, ხო? როცა იმიტომ არის აი აქ თუ თქვა, ყავთ ესეთი ადამიანები თქვენს ირგვლივ, რომელსაც შური აქვს, ხო? იმიტომ რომ იმათ მეტი არაფერი არ აქვს და იმას აძლევენ რაც შეუძლიათ, გაიგეთ? თქვენში კი არის დაგროვილი ეს, თქვენ გამოიარეთ ბევრი რაღაცები და ანუ უკვე ემოციებში იმ დონეზე ხართ, რომ თქვენ საზოგადოებისთვის უკვე აი გულით გაძლევთ რა ის, რაც მე მაქვს. მიხვდეთ? აი ესეთი რაღაც. თქვენი პარტნიორის თქვენს სექსუალური ენერგია. ძალიან იქნებით საინტერესო სულ აქ ძალიან აი ანუ ეს რა არის, იცით, როცა ყველაზე მნიშვნელოვანია კაცისთვის სხვათა შორის, როცა მე მინდა მივიდე მასთან. ან თუ დავუშვათ სულქმარი სახში, მე სახში მინდა, მე ვჩქარობ, მე მეჩქარება, მე მელოდებიან იქ. მე ვიცი რომ იქ რომ მივალ, მე ვიქნები აღიარებული, კაცისთვის ეს მნიშვნელოვანი არის, აღიარება, მადლიერება. გაიგეთ? და აი აქ მე ამას ვგრძნობ, მე ვიცი მე რომ სახში მივალ, მე ვიქნები აღიარებული, დაფასებული, მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, სექსუალურადაც დაკმაყოფილებული და ასე შემდეგ. გაიგეთ? აი ეს არის თქვენი ენერგია. და თქვენი თავისთვის აქ რა ხდება? ნერვიულობა აღარ იქნება? თქვენი თავისთვის რა ხდება აქ? აჰა. ხო, თქვენი თავისთვის, თქვენ მოერევით ნებისმიერ თქვა, ანუ იცით როგორ იქნებით, ნახეთ, თქვენ რასაც აი აქ რო ვთქვით, რომ თქვენ ვერ ხედავთ თქვენ თავში აი ამ ძვირფას სულობას, რომ თქვენ რამდენად მაგარი გოგო ხართ და თქვენი თავისთვის იქნება რა, ეს აი დაასრულებთ თქვენ აი ამ ზუსტად გადალახავთ იმ მომენტს, რომ არაფერი არ გამომდის, არაფერი არ არის, რა გავაკეთო და ასე შემდეგ. ამას გადალახავთ თქვენ, მოერევით ამ ყველაფერს და მოიპოვებთ აი ამ დასების დედოფალს. გაიგეთ თქვენში და დამშვიდდებით, დალაგდებით და რჩევა, ნახეთ რა რჩევა რა კარგია. ანუ შეიყვარეთ თქვენი თავი, შეიყვარეთ. ანუ რაღაცა ახალი დაინახეთ თქვენში, კარგი. გაეცანით თქვენი თავი სულ სხვა კუთხიდან, გაეცანით და იქნებათ აი ნახეთ როგორი ლამაზი რამეა რა. აი აქ და ამით ახლა ამ შემთხვევაში გეუბნებით, რომ დაინახე შენი თავი ისეთი როგორიც ხარ, შეიყვარე შენი თავი. სულ სხვანაირად მიუდეკე შენს თავს და დაინახავ როგორი მაგარი იქნება შენი
ცხოვრება ჩემო ლამაზებო, მიყვარხართ და გისურვებთ როგორც ყოველთვის იყოთ ძალიან კარგად და ბედნიერად და ფრთხილად გეხვეწებით, ძალიან ფრთხილად თუ რამე ეგრევე მომწერეთ პირადში. მიყვარხართ.